დღეს საბაჟოს საერთაშორისო დღეა. მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე პრემიერმა ფინანსთა მინისტრმა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მიულოცეს. მათ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და მებაჟეების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება. ამ პროცესში კი გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები. მისივე თქმით, შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან. საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდისავლისთვის. დღევანდელ ღონისძიებაზე დააჯილდოეს 20 მებაჟე ოფიცერი. ლევან ფანცხავს აქვს მეტი ინფორმაცია ის ღონისძიებას ესწრებოდა და ახლა კურია შემოერთდება. გისმენთ ლევან. დიახ, საბაჟო საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე სწორედ ეს იყო მთავარი გზავნილი ფინანსთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც სწორედ საბაჟოს საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და მთავარი ტრიბუნა პირველი დაიკავა სწორედ პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესია, ამ დროს ჩვენი ქვეყანა ყალიბდება ლოგისტიკის ცენტრად და სწორედ საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები ამ პროცესში არის გადამწყვეტი. პროფესიულ დღეს გილოცავთ საქართველოს საბაჟო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და ამასთან ერთად მადლობას გიხდით ამ მაღალი პროფესიონალიზმისა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისთვის, რომლითაც ჩვენს ქვეყანას თითოეული თქვენგანი ემსახურებით. თქვენი შრომა ხშირად შეუმჩნეველია ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა ის ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების ფუნდამენტს ქმნის. სწორედ თქვენ უზრუნველყოფთ კანონიერი ვაჭრობის ხელშეწყობას, ბიუჯეტის შემოსავლების მობილიზებას და მოქალაქეების დაცვას კონტრაბანდული თუ სახიფათო პროდუქციისგან. თქვენი სამსახური თანამედროვე, გამჭვირვალე და ეფექტიან სისტემად ჩამოყალიბდა, რაც ეკონომიკური ზრდის, ინვესტორთა ნდობისა და სამართლიანი კონკურენციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე ჩვენს ქვეყანას ბუნებრივ კარიბჭედ აქცევს. საქართველოს საიმედო დასაყრდენია ზღვაზე გასასვლელი სამქონე 7 სახელმწიფოსთვის, რომლებსაც გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომას საქართველოს თავაზობს. ჩვენი მიზანია საქართველოს ჩამოყალიბდეს მრავალფუნქციურ რეგიონულ ჰაბად, რაც კეთილდღეობას მოუტანს ყველას, ჩვენს მოქალაქეებსაც და ჩვენს პარტნიორებსაც. ეს სტრატეგია ეფუძნება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, აღმოსავლეთ-დასავლეთის შქაროსნული მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, მშრალი პორტები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ემსახურება საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში. დღეს, როდესაც მსოფლიო სავაჭრო გზების გადაფასების პროცესია, ჩვენი ქვეყანა რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება. ამ პროცესში გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები, ექსპორტისა და იმპორტის მზარდი მაჩვენებლების პარალელურად. საქართველოში წარმატებით დაინერგა ევროკავშირთან თავსებადი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა. ამასთანავე აზიის განვითარების ბანკის ხარდაჭერით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტების პროექტებზე, რაც რეგიონული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების აღსრულების ნაწილში. ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდისავლისთვის. მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამოგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2658 გადაწყვეტილება. ეს მაჩვენებელი ათლად ადასტურებს ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გლობალური უსაფრთხოების მიმართ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს როგორც საიმედო საერთაშორისო პარტნიორის რეპუტაციას. საბაჟო დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმებზე გაკეთდა აქცენტი სწორედ ფინანსთა მინისტრისა და ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხრიდან და მათ ასევე ისაუბრეს მებაჟეების როლზე ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. თანამედროვე საბაჟო სისტემა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის და უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია და იგი უზრუნველყოფს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობას და მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობას. ქვეყანა ინარჩუნებს მყარ ეკონომიკურ განვითარებას. გასულ წელს გადაჭარბებით შესრულდა როგორც სახელმწიფო, ისევე ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი. ამ პროგრესის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა საბაჟოს გამართული მუშაობის გარეშე. მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წლევანდელი გზავნილი საბაჟო საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე ზუსტად ასახავს საბაჟო ადმინისტრაციის თანამედროვე
მიდგომებს. საბაჟო დიდი ხანია აღარ არის მხოლოდ ტვირთების აღრიცხვის და იმპორტის გადასახადის ადმინისტრირების ორგანო. მისი როლი მრავალმხრივია და პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკის განვითარებას და ჩვენი მოქალაქეობის კეთილდღეობას. სწორედ ერთობლივი თანამშრომლობით არის მიღწევადი ყველა ის შედეგი, რომელიც ყველა იმ პრობლემის დაძლევა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი სახელმწიფოს წინაშე დგას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საბაჟო დეპარტამენტის მიერ ინიციირებული პროცესები ინფრასტრუქტურის განვითარების, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და გაფართოების მიმართულებით. აგრეთვე პარალელურად მიმდინარეობს სრული საბაჟო პროცედურების სრული კომპიუტერული ტრანსფორმაცია, რაც თავისთავად გაამარტივებს და უფრო გამჭვირვალეს გახდეს საბაჟო პროცედურებს. სწორედ ინფრასტრუქტურის და IT ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად შესაძლებელი გახდება კიდევ უფრო გამჭვირვალე, კიდევ უფრო მარტივი და კიდევ უფრო ადვილად მიღწევადი იყოს საბაჟო პროცედურები. დღევანდელ ღონისძიებაზე ღირსების სერტიფიკატებით 20-მდე საბაჟო ოფიცერი დაჯილდოვდა.